ერთობა, გაერთიანება უნდა ვიცოდეთ. არავინ ვიწრო პარტიულად და რაღაც ვიწრო ჯგუფმა არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე იმაზე მეტი ვიდრე ხელისუფლება და ვიდრე შეუძლია და ვიდრე ამის კომპეტენცია და ლიმიტი გააჩნია. არ უნდა ილაპარაკოს საერთო სახალხო მოძრაობაზე და საერთო სახალხო მოძრაობის სახელით, მაშინ როცა არ გაქვს კოორდინაციის დონეზეც ერთიანობა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, სტუდენტურ მოძრაობებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, დარეკვის დონეზეც რომ არ აღარ კოორდინაცია, არ უნდა თქვა რომ აი მოდით და მე ვარ პასუხისმგებელი. ასე არ შეიძლება. მე ვიდრე 4 დადგებოდა ერთი თვენახევრის განმავლობაში სულ გავიძახოდი თუ ეს არ იქნება, თუ არ იქნება წარმართველი ძალა, რომელიც უხელმძღვანელებს პროტესტს და თუ ეს არ იქნება კომპეტენტური ადამიანებისაგან შემდგარი. სამხედრო პიროვნებაც უნდა იყოს, ფსიქოლოგიც უნდა იყოს, პოლიტიკოსიც უნდა იყოს, სტუდენტიც უნდა იყოს, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების განსაკუთრებულად აქტიური აქტივისტების ნაწილიც უნდა იყოს. 1 20-30 კაცი სულ ვიძახდი, აი ერთი თვენახევრის განმავლობაში არავინ ყურად არ იყო. აი ეს არის ერთიანობა არ იქნება ვერ მოუგებ. მეორე არ შეიძლება მტრის არასწორად შეფასება. ამბობდნენ აი იშლებიან და აი ჩამოშლილია და ერთი ხელის მიკვრა უნდა და მეტი კი არ უნდა და ერთმანეთს არიან დარეული. გადახალისება და ჩამოშლა ერთმანეთისგან ვერ განასხვავეს. ყველას ვეუბნებოდი, შიგნით მიმდინარეობს გადახალისება. კომუნისტები იაგო და ეჟოვი ბერია ერთმანეთს ხოცავდნენ და კომუნისტები 70 წელიწადს იყვნენ. შიდა დაჭმა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ინგრევიან და ხელს მიკრავდა და დაინგრევა. ვერაგია მტერი, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმია ეს. ეს ხო უბრალო რეჟიმი არ არის, რომელიც ცდილობს ხელისუფლებას შეინარჩუნოს. ეს არის რეჟიმი, რომელსაც უმაგრებს ზურგს საოკუპაციო რეჟიმია. ამის არ შეფასება, ამის არასწორად შეფასება, ამის ხელწამოსაკრავად განხილვა ძალიან არაკომპეტენტურია. აი ეს ყველაფერი იდო და უბრალოდ უნდა აგვეღო და უბრალოდ უნდა გაგვეთვალისწინებინა. მაგრამ რატომღაც ვიწრო წრემ გადაწყვიტა, რომ ძალიან ადვილად შეცვლადი იყო ეს ხელისუფლება. თითქოს იქედან მიანიშნეს, რომ წასვლა გვინდა და რაღაც დიდი აქცია გვინდა, თორე ისეთ დღეში ვართ, რუსეთი გვახჩობს. დაახლოებით ასე წარმომიდგენია. არ ჩვენ არ გვინდა რუსეთი, მაგრამ რა ვქნათ და მოდით და აი აბსოლუტურად გაუაზრებლად ამათაც დაიჯერეს, რომ ძალიან ადვილად იყვნენ მოსაშორებელი და იფიქრეს, რომ ძალაუფლება რატო გაუყოთ სხვას. აი ჩვენი იქნება მარტო. ასე არ შეიძლება. ასე არ შეიძლება. ერთობაც მაგიტო არ შედგა. სამოქალაქო საზოგადოების ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ პარტიები. პარტიების ირგვლივ არ უნდა გაერთიანდეს სამოქალაქო საზოგადოება. ახლა უკვე სამოქალაქო საზოგადოების ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ პარტიები. დააჯდნენ პარტიებმა და ერთმანეთს ბოდიში მოუხადონ. სინანული გამოთქვან, ერისა და ხალხის დაკვეთა შეასრულონ. ხალხი ითხოვს მათგან, ითხოვს დღეს, რომ ბევრი რამ არასწორად გააკეთეს, გაიხლიჩენ, ორი იქეთ წავიდა, ორი აქეთ წამოვიდა, ერთმანეთს საერთო ენა ვერ გამონახეს. ჩვენ მოქალაქეებს პროტესტს არ გვაინტერესებს, რას საერთოს ვერ პოულობენ, დაჯდნენ და იპოვონ, ან თუ ვერ პოულობენ, გაანთავისუფლონ პოლიტიკური ველი და დაუთმონ ახალ ადამიანებს, უმციკლო, სუფთა, კეთილსინდისიერ, კომპეტენტურს.